მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო. ახლა თქვენ ხედავთ ახალგაზრდა გოგონას. მის სურათს, რომელზედაც ახლა მთელი მსოფლიო საუბრობს. ეს გოგონა არის იმ ტრაგედიისა და იმ უბედურების შედეგი, რასაც ჩვენ წლების განმავლობაში ვაკრიტიკებთ. ზოგადად ევროპულ პოლიტიკაში ეს არის უკონტროლო საიმიგრაციო პოლიტიკა. რადგანაც სევდიანი ისტორია, რომელზედაც მე დღეს თქვენ უნდა გიამბოთ და რომლის შესახებ მთლიანი მორალური კრედოები ჩამოვაყალიბოთ, უკავშირდება გოგონას, რომელიც დაახლოებით 4 წლის წინ გახდა ჩრდილოეთ აფრიკიდან მიგრირებული ფერადკანიანების გაუპატიურების შედეგი. ანუ დაახლოებით 4 თუ 5 ფერადკანიანმა ეს გოგონა გაუპატიურა წლების წინ. შემდგომ მისმა ცნობიერებამ, მისმა ფსიქიკამ ამ ყველაფერს ვერ გაუძლო, სადა თვითმკვლელობა, რაც არ გამოუვიდა, მიიღო სხეულის ძალიან მძიმე დაზიანებები, რის შედეგადაც მან ესპანეთის მთავრობას თხოვა, რომ სიცოცხლის სიკვდილი დასრულება სურდა, რადგანაც ამ სულიერი და ფიზიკური ტანჯვების ატანა მას აღარ შეეძლო. მეგობრებო, დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ ნოელია კასტილიო რამოსის სიცოცხლის შესახებ და მისი მოღვაწეობის შესახებ, რომელმაც ჩვენ დაგვიტოვა ძალიან დიდი ლეგასი, ასეთ შეიძლება ვთქვათ, რომ მისი 26 წლიანი ისტორია არის დემონსტრირება იმის, თუ რა სირთულის, რა უბედურების, რა ტკივილის შედეგი შეიძლება აღმოჩნდეს მისი ცხოვრება, იმ არასწორი ლიბერალური საიმიგრაციო პოლიტიკის შედეგი, რომელიც დღეს სამწუხაროდ თელს ევროპაშია სცენივით მოდებული და არაერთი გოგონა არის გაუპატიურებისა და სხვადასხვა ძალადობის მსხვერპლი. მეგობრებო, გთხოვთ რომ დაალაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ ეს არხი, დღეს საინტერესო თემაზე უნდა ვისაუბროთ ჩვენ, სოციალურ თემაზე უფრო მეტად, განვიხილოთ სხვადასხვა პრიზმიდან ამ გოგონას ისტორია და ობიექტური შეფასება გავაკეთოთ ამის შესახებ, ასე რომ დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, გავუსიარეთ ეს ვიდეო მეგობრებს და ასე შემდგომ. მოდი პირველ რიგში ხა გეტყვით იმ მატარა მოკლე ისტორიას, რომელიც ამაზე უკავშირდება, იმიტომ რომ მთელი სოციალური ქსელები არის გადაჭედილი ამ გოგონას ამ ტრაგედიით ახსავსე ძალიან მოკლე 26 წლოვანი ისტორიის გამო. ეხლა მე თქვენ წაგეკითხავ ძალიან მცირე ბიოგრაფიას ამის შესახებ, რომელიც არის ინგლისურად ეხლა გამოტანილი და მე რა თქმა უნდა გადმოგითარგმნით ამ ყველაფერს და აგიხსნით ეხლა რისი თქმა მინდა აქ რეალურად და რას გვეუბნება ზოგადად ამ გოგონას ისტორია. ნოელია კასტილიო რამოსი, რომელიც გუშინ წინ სამწუხაროდ ევთანაზიის შედეგად აღესრულა საღამოს 6 საათზე, ლოკალური თაიმი, ანუ ადგილობრივი დროით 6 საათზე, ეს იყო ერთ-ერთ საავადმყოფოში ბარსელონაში, ეროვნებით იყო ეს გოგონა ესპანელი. 2022 წელს მისმა ოჯახმა გადაიტანა ძალიან დიდი ტრაგედია, ესე რომ ვთქვათ, რადგანაც ის იყო gang raped, არის ჯგუფური გაუპატიურების მსხვერპლი. ჩრდილოეთ აფრიკელი ზანგების მიერ. ალბათ ეს ისტორია ეხლა ცოტა ახლოს დგას საკუთარი კრიმინალური შინაარსით, აი მაგალითად უკრაინელი გოგონა, რომელიც ფერადკანიანმა ზურგში დანიშარტყმით მოკლა და არაერთი ისტორია უკავშირდება ზოგადად მსგავსი. ეს არის ერთ-ერთი დემონსტრირება, მე მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ თანამედროვე ნეოლიბერალური ღია საზღვრებისა და გლობალიზაციის შედეგად როგორ ზიანდებიან საკუთარ ქვეყანაში მცხოვრები ხალხი უცხოელი მიგრანტებისგან. 4 დაახლოებით, რამდენადაც სხვა წყაროებიდან ვიცი, რომ 4 ფერადკანიანმა ეს გოგონა გაუპატიურა, რამაც ამ გოგონას დაასვა დაღი, მაშინ იმყოფებოდა 22 წლის, 21-22 წლის. რამოდენიმე თვის შემდგომ, როდესაც ამ სულიერ ტრაგედიას ტკივილს ვერ უძლებდა, ეხლა მე გითარგმნით პირდაპირ აღარ ვკითხულობ ეხლა ყველაფერს, მან სადა მეხუთე სართულიდან სუიციდი დაესრულებინა სიცოცხლე. მაგრამ გადარჩა, მაგრამ სხეულის გარკვეული ნაწილის მძიმე დაზიანება მიიღო და პარალიზებული აღმოჩნდა. ნუ აღარ შეძლო გადაადგილება შესაბამისი ხელსაწყოსა და მოწყობილობების გარეშე. იმის მაგივრად, რომ მას თავაზობდნენ ძალიან დიდ ხარდაჭერას, მან მოითხოვა, რომ თავრობისთვის, რომ ამ ტკივილის გაძლება ფიზიკურ და სულიერის მას აღარ შეეძლო,
და რომელიც კანონში მიიღეს ესპანელებმა თუ არ ვცდები 2020 წლიდან მე მგონი რომ შენ შეგიძლია თუ სიცოცხლის დასრულება გინდა შენი human rights ანუ უფლება არისო და შეგიძლია წარადგინო მე სასამართლო გიწევს ამ ყველაფერს და ბოლოს თუ დაგიდასტურდა ევთანაზიის შედეგად ასრულებს სიცოცხლეს გუშინ ანუ ეს ხა როდესაც დაწერილია ეს იყო ანუ გუშინ წინ როდესაც ამ გოგონას ძალიან დიდი მხარდაჭერები გამოუჩნდნენ იმისათვის რომ მისი რომ რამენაირად გადაიფიქრებინათ ეს საზარელი განაჩენი საკუთარი თავისთვის საბოლოო ჯამში ვერ შეძლეს ვერ შობლემა და ვერავინ მისი ვინც ეს გოგონა გაუპატიურეს ახლა თემა რა არის ახლა უყურეთ რას ვკითხავ ვინც ეს გოგონა გაუპატიურეს დღემდე არიან თავისუფლები ანუ საუბარი მაქვს ახლა ჩრდილოეთ აფრიკელ მიგრანტებზე, რომლებიც თავისუფლად დათარეშობენ ევროკავშირის ტერიტორიაზე, ხაზგასმით. აქ საუბარია ესპანეთზე. აი ეს გოგონა, რომელიც ძალიან საყვარელი, სიცოცხლით სავსე, ძალიან დიდი მომავალი ჰქონდა. მისი ვიდეოები ვნახე. მისი აზრები მოვისმინე სოციალურ ქსელებში, ხო? გახდა იმ ნეოლიბერალური პოლიტიკის მსხვერპლი, რასაც ატარებს დღეს ევროკავშირი. პირდაპირ სულ ამ სიტყვის მნიშვნელობით, არანაირი სხვა, პირდაპირ ევროკავშირი. ღია საზღვრები, უკონტროლო მიგრაცია, აზილიუმის სიქერები, ანუ აზილიუმის მაძიებლები, რავი როგორ თავშესაფრის მაძიებლები, მოდი ესე ვთქვათ, კორექტულად. თქვენ წარმოიდგინეთ, როგორ იქნებოდა მისი ცხოვრება, რომ ეს ტრაგედია არ მომხდარიყო. ანუ არსებობს საერთოდ უბედური შემთხვევების ისეთი მომენტი, რომელსაც ვერ გაიქცე. მაგალითად, არსებობს სიმსივნე, არსებობს მაგალითად შიცი დავა და ძალიან ბევრი სხვა რამე, რასაც შეგიძლია ებრძოლო, მაგრამ ანუ ან გაიმარჯვება ან არა, ხო? მაგრამ ამ გოგონას არ ქონდა სასიკვდილო დიაგნოზი. ეს სასიკვდილო დიაგნოზი მას მიაყენეს. და ყველას ფსიქიკა ვერ არის ერთნაირი, ხო, ადამიანებო და ხალხო. ვერ არის ყველას ფსიქიკა ერთნაირი, რომ ამ ყველაფერს გაუძლოს. რომ რეზისტენტული იყოს მაგალითად ამ ტკივილის მიმართ ან რაღაცა შეცვალოს საკუთარ თავში. მithumedes ოჯახშიც არ ქონა ამას კარგი მდგომარეობა რამდენადაც მე ვიცი. რაც ძირითადად უფრო ამძიმებს გარკვეულ სიტუაციაში ძალადობის შედეგად მსხვერპლთა ზოგადად ფინიშს ცხოვრებაში. მსხვერპლთა ფინიშს, მის ბოლო წამებს. იმიტომ რომ როგორც ვიცი მამამისი გარკვეულწილად იყო ამ ყველაფერში იმით რომ ისიც არ იყო მთლად ანგელოზი ამასთან მიმართებაში. და ამ გოგონა ვეღარ გაუძლო იმ სოციალურ წნეხს, არა მარტო სოციალურ წნეხს, არამედ მენტალურ ტკივილს, რომელიც მას მიაყენეს, რომ გამოუტანა საკუთარ თავს ისეთი განაჩენი, რაც ქრისტიანულად რა თქმა უნდა ძალიან დიდი ცოდვაა, გამოუპატიებელი ცოდვაა. მაგრამ ჩვენ აქ იმაზე უნდა დავფიქრდეთ, თუ რამდენად მძიმე იქნებოდა ის 2 წელი იბრძოდა იმისათვის რომ ევთანაზია მასთვის მიეცა. თქვენ წარმოგიდგენთ 2 წელი იბრძოდა ეს სიცოცხლით სავსე ადამიანი რომ სიკვდილი დაესრულებინა სიცოცხლე. ანუ სუიციდი რო წარმატებული აღარ ყოფილიყო, იმიტომ იბრძოდა ევთანაზიისთვის რომ კანონიერად მოეხდინა საკუთარი თავის მკვლელობა. აი ხა მინდა ზოგადად, კაი, მოდი შევეხოთ ევთანაზიას. ევთანაზია არის დღესდღეობით რამოდენიმე ქვეყანაში ლეგალური არჩევანი შენი სიცოცხლის დასრულების. რასაც მე არ მივესალმები, რა თქმა უნდა, იმის დამივხვერავად ესენი რაც არ უნდა აპელირებდნენ ადამიანის უფლებებითა და მოვალეობებით ასე შემდგომ, ჩემი აზრით, სიკვდილის უფლება ეს თვითონ ადამიანის პრეროგატივაც არ არის, ეს იმდენად დიდი ცოდვა ქრისტიანულად. რომ საკუთარ თავის სუიციდი დასრულება ეს არის უპატიებელი ცოდვა გაუმართლებელი ნებისმიერ დონეზე მათ შორის კანონმდებლივად, ნორმატიულად, სულიერად, ზნეობრივად, მორალურად, ყველანაირად. და ჩემი აზრით ესპანეთს არც უნდა ქონოდა ზოგადად კანონმდებლობაში არც უნდა არსებობდეს ეგეთი რამე რომ შენ ადამიანს თავაზობდა ის რომ ადაგებდა უბრალოდ დაასრულოს საკუთარი სიცოცხლე, ხო? თან საუბარი გვაქვს ჩვენ
ახალგაზრდა 26 წლის გოგონას, რომელსაც თხუთელი ცხოვრება წინ ქონდა. თან ისიც გავიმეორებ და იმას ვიტყვი, რომ ეს არ იყო ისეთი სახის მაგალითად კლასიკური უბედური შემთხვევა, რომ რაღაც გემართება და მაგალითად უჯრედის გადაგვარება ხდება, რა ვიცი, მაგალითად სიმსივნე სარკომა ვითარდება. ანუ ეს არ არის კლასიკური დანის თვით შემოსული მაგალითად ისეთი სახის ლეტალური მდგომარეობა, რასაც ვერ გაექცევი ადამიანი, ხო? რასაც ვერ აცდები, ხო? არსებობს ჯვარის ყველასწორი ისეთი რაღაცები, რაც გემართება, დაავადება და ვეღარ მკურნალობ, ანუ განუკურნებელი, ხო? ანუ რა თქმა უნდა, დღეს მარცხ ხდება ბევრი რამე, მაგრამ ხო არის დაუმარცხებელი დაავადებების. ანუ არ ყოფილა ეს შემთხვევაც, მაგის თქვა მინდა. ანუ ეს გოგონა რო არ გაიუპატიურებინა, დღეს ცოცხალი იქნებოდა. და პლუს დამატებული ამ ყველაფერს, რომ დღეს ის 4 თუ 5 მოხეული ზანგი, რომელიც ეს ადამიანი, ეს ახალგაზრდა გოგონა გაუპატიურა, თავისუფლად რო გადაადგილდება. არის სრული პასუხისმგებლობა ესპანეთის მთავრობისა და ზოგადად ევროკავშირის წევრი ქვეყნების. სრული პასუხისმგებლობა. იმიტომ რომ მე არაერთი ისტორია მომისმენია ამის შესახებ, გერმანიაში, საფრანგეთში, როგორ ხდება ჯგუფურად გაუპატიურება, მე მომისმენია ისტორია, მაგალითად ბერლინში როგორ გაუპატიურეს, მაგალითად საკუთარი ქმარის წინ მისი მეუღლე. მანდაც ფერადკანიანები იყვნენ ხაზგასმით, ჩრდილოაფრიკელი მიგრანტები, რომელსაც ცივილიზაციის შესახებ არაფერი არ იციან. როდესაც ჩრდილოეთ აფრიკიდან ისინი ჩამოდიან და თავშესაფრის მაძიებლები ხდებიან, თქვენ რა გონიათ ისინი მოცარტა და ბეთჰოვენად გარდა იქმნებიან დროთა განმავლობაში? თუ უბრალოდ სოციალურ დახმარებაზე ზიან და ცხოვრებაში როდესაც ესეთი ლამაზი ქალი ნანახი არ ყავთ და რომელსაც ისინი პირველად ხედავენ, თქვენ ასეთ რას დაუშავებენ? რას უზავენ? ანუ ნახეთ რეალურად, ნუ ეხა დიდი ნაწილი 40%-ზე მეტია საფრანგეთში წილი ჯგუფურად ჩადენილი კრიმინალისა და ზოგადად გაუპატიურებულსა და დანაშაულის უცხოელ არალეგალ მიგრანტებზე. მათ შორის ლეგალურ და არალეგალურ მიგრანტებზე. ნუ ჩრდილოეთ აფრიკიდან მიგრირებულ, ესე ვთქვათ, ამალაზე მაქვს აქ საუბარი კონკრეტულად. იმიტომ რომ ძალიან მაღალია ევროკავშირში კრიმინალის დონე ფერადკანიანების. და იმის საგივრად, რომ ევროკავშირი ებრძოდეს საკუთარ გამოუსწორებელ ამბაზრზენ აბსოლუტურად გაუმართლებელ ამ ღია საზღვრების პოლიტიკას, რაზედაც წლების განმავლობაში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს სანქციებს უწესებენ, მათ შორის უნგრეთი, სერბეთი, ხორვატია და რიგი ქვეყნები, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპის ძირითადად მეტწილად კონსერვატიულ დღესასრიგს წარმოადგენენ. იმის მაგივრად, რომ ეს ყველაფერი შეცვალონ, პირიქით ადამიანებს აიძულებენ, რომ რაც შეიძლება მეტი თავშესაფრის მაძიებელი მიიღონ. იმის ფონზე, როდესაც მათი, ნახეთ, აი ესეთ ახალგაზრდა ლამაზ გოგოებს როგორ ექცევიან. ანუ დღეს რო არ ყოფილიყო ის უბედური შემთხვევა, საუბარი მომს იმ გაუპატიურებაზე, ხო დღეს ეს გოგო ცოცხალი იქნებოდა. თქვენ წარმოგიდგენიათ ვიღაცას შვილი წაართვეს. ვიღაცას დაწაართვეს, ვიღაცას მაწაართვეს და ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც დიდი ბრიტანეთიდან დაწყებული, დასრულებული ესპანეთამდე. ნუ ხა დიდი ბრიტანეთი აღარა ევროკავშირის წევრი ქვეყანა, მაგრამ არის მის სამართალმემკვიდრე, თავიდან ბოლომდე ხო რა მგავო. ღია საზღვრების პოლიტიკა, იმიტომ რომ აზრუმსიქეთი და კოპენჰაგენის გაერთიანებაში დიდი ბრიტანეთი დღემდე არის მაინც. ანუ იმის მაგივრად ამაზე არსებობდეს სერიოზული სანქციები, სერიოზული გამოცხადებული ომი, რომ ეს არის ევროპული დღესასრიგის რეალური პრობლემა. რის წინაშეც განან ადგილობრივი მოსახლეობა. რომ ტონი კროსია ის ამბობდა მაგალითად სოფლიო ჩემპიონატის, ევროპის ჩემპიონატის პარალელურად, რომელიც გერმანიაში ჩატარდა, რომ ეს აღარა ის გერმანია, რომელსაც მე ვიცნობდი 10-15 წლის წინ, ანუ უფრო წინ. დღეს საკუთარ შვილსაც ვერ უშეფო გარეთ. ამას საუბრობდა ცნობილი გერმანელი ფეხბურთელი და მადრიდის რეალის ყოფილი სოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი, ნუ ჩემი აზრით ალბათ ბევრი დამეთანხმება, ტონი კროსი, რომელიც ამბობდა, რომ ჩემი გოგოც კი ვერ გამიშვია გარეთ 8 საათის მერე. იმიტომ რომ შეიძლება ის ცერნობდეს ქუჩაში და პირდაპირ ქუჩაში გააუპატიურონ ზანგებმა. პირდაპირ ქუჩაში. ანუ თქვენ რა გონიათ, რომ ცალკე ადგილებს უფრო პოლიცია იმდენად დაშტერებულია ესპანეთიდან დაწყებული გერმანია, იმდენად დაშტერებულები არიან,
რომ შეიძლება ფაქტზეც არ დაიჭირონ ეს ადამიანი. დღეს ამ გოგონას გამოუპატიურებლები, ის 4 მოხეული ზანგი თავისუფლად გადაადგილდება ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, როდესაც გუშინ წინ ამ გოგომ ევთანაზია ჩაიტარა იმის გამო, რომ სულიერ და ფიზიკურ ტკივილს ვერ გაუძლო, რაც იმ არაადამიანებმა მიაყენეს მას. ეს არის ევროკავშირის ღია კარის პოლიტიკის შედეგი. ეს არის თავიდან ბოლომდე პასუხისმგებლობა იმ ევრობიუროკრატიის, რომელიც დაკავებულია დღეს სუვერენული ქვეყნების საქმეებით, განკითხავს მას, სანქციებს უწესებს იმ ქვეყნებს, რომლებიც არ არიან ამ პოლიტიკის მომხრე, აქვთ ორმაგი სტანდარტები და წმინდა აღარაფერი აღარ დაიტყოვეს დღევანდელ საზოგადოებაში. იმის ფონზე, რომ ისინი რეალურ პრობლემებს ებრძოდნენ, დანაშაულს ხელს აფარებენ და ესეთი საწყალი გოგოები ეწირებიან მას. ეს არის ერთ-ერთი მინდა ვთქვა. უბრალოდ ეს ძალიან ცნობილი და გახმაურებული ისტორია, იმიტომ რომ ამ გოგონამ საკუთარი თავით პირველ ჯერზე სუიციდიც და იმის გამო რომ ვერ გაუძლო, მეორე ჯერზე ტკივილი დაემატა ამ ყველაფერს ფიზიკური, როდესაც სხეულის დიდი ნაწილის ფიზიკური პარალიზება მიიღო. და სად არის აქ ევროკავშირი? სად არის აქ თვითონ ესპანეთის მთავრობა? რატო არ იღებს ამაზე პასუხისმგებლობას? 300-მდე, 400-მდე და 500-მდე არალეგალი მიგრანტი ყოველ დღიურად რო შედის გიბრალტარის სრუტიდან, გიბრალტარის სრუტი ჩრდილოეთ აფრიკიდან. მაგაზე რატო არავის არ აქვს პრეტენზია? რატო არ იტყვა რეალურად გახრწნილია დასავლური საზოგადოება ხალხო, მათთვის მნიშვნელოვანი ეს აღარ არის. ანუ იმდენად არის ეს ანგლო-საქსონური deep state საცეცები და მისი ეს მთლიანი შიდა პოლიტიკა იმდენად არის ამ თანამედროვე ნეოლიბერალურ გლობალიზაციაზე დაფუძნებული, რომ ფეხებზე კიდია საკუთარი ხალხი რეალურად. და დღეს ევროპაში აღარ არის მშვიდობიანი და მშვიდი და წყნარი ადგილი, აღარ არის. არიცი შენ რომელი ქვეყნიდან მიგრირებული მიგრანტი სად რა შეურაცხყოფას მოგაყენებს. განსაკუთრებით, როდესაც ახალგაზრდა ლამაზი გოგონა ხარ. ანუ იმაზე დიდი, აი ჩემთვის, აი მაგალითად, აი არ არსებობს იმაზე დიდი უბედურება, იმაზე დიდი აი ბოროტება, რაც შეიძლება ადამიანს გაუკეთო სექსუალური სიამოვნების მიღების მიზნით, მისი ნების წინააღმდეგ მოიქცე. ანუ აი ამაზე დიდი უბედურება არ არსებობს ჩემი აზრით. საუბარი მაქვს, რა თქმა უნდა, ჯგუფურად გაუპატიურებაზე და შემდგომ მკვლელობის მცდელობაზე. ეხა ეს კიდე ესე კარგად გამოძრო, მაგრამ არის მომენტები, მაგალითად, გერმანიაში, როდესაც დაუპატიურებენ და კლავენ მერე. იმისათვის, რომ ფაქტის დამალოს საერთოდ და მომკითხავი აღარ ყავს მერე გვამს საერთოდ. და მთელი ბიუჯეტი ისია გაწყობილი ევროკავშირს, რომ შენი გადასახდელები რაც მიდის დიდი ნაწილი, ხა იმის გარდა იმის რომ უკრაინაში იგზავნება მაგაზე მეტი უდიდესი ნაწილი, ხო? ნაწილი მიდის იმისათვის, რომ აი მაგალითად საფრანგეთის პენსიების, საფრანგეთის სოციალური დახმარებები რაც არსებობს იმის წყალობით, რომ ფრანგები უხდიან საკუთარ მთავრობას ფულს იმისთვის, რომ ზანგები ქვეყანაში შემოიყვანონ და მე ზანგებმა გაუპატიურონ მათი ქალები. აი ლოგიკა რა არის? აი ესეთ სივრცეში მე რატო უნდა მინდოდეს შესვლა? ანუ ერთი კითხვა, აი ამ კითხვაზე პასუხი გამეცე, რატო უნდა მინდოდეს? ანუ ქართველებს იმის ტრაკი მაინც გვაქვს ხა, რომ სახეს გავაძრობთ ეგეთ ადამიანს. ეგეთი რამე რო გავიგოთ საქართველოში. აი მსგავსი, აი რავი, შეიძლება ლინჩის წესით გავასამართლოთ. რო გვაქვს ქართველებს სხვანაირი ღირებულებები და სხვანაირი სოფხედელობა და რავი ხა გერმანიაში რო ყოდებოდა ქუჩაში წყლის დამლეინებელი არავინ არ არის საერთოდ და იქ რო აუპატიურებენ, ეგ ხო საერთოდ ფეხებზე კიდიათ. და საქართველო და ეხა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები და ზოგადად კავკასიური ისინი, სადაც ტრადიციას და ღირებულებებს და ზოგადად ადამიანობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ანუ სახეს გააძრობენ ესეთ ადამიანებს. ვერ იპარპაშებენ უბრალოდ. მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ მათ პოლიტიკას არ ვთამაშობთ. და არ მივყვებით მათ დირექტივებს, რომელიც არის თავიდან ბოლომდე ორმაგი სტანდარტის შემცველი. ამიტომ რა თქმა უნდა ვგმობ და რა თქმა უნდა არ მინდა მაქსიმუმ შესვლა. დღეს საქართველოში კრიმინალი ძალიან დაბალი დონეა, მე ამაზე ვიდეოსაც ჩავწერ თუ გინდა, პირდაპირ სტატისტიკის დონეზე შევადარებ საფრანგეთი და საქართველო. აი საფრანგეთი, გერმანია და საქართველო, რომელს აქვს უკეთესი არა მარტო ნაკლები კრიმინალის დონე, არამედ დანაშაულთან ბრძოლისა და გახსნის დინამიკა და ინდიკატორი გაცილებით მეტი. საქართველოზე მაქვს საუბარი. არ ვიცი ხალხო, ნოელია
კასტილიო რამოსის ისტორია რომ მე მოვისმინე პირველად გულზე მართლა მომხვდა ძალიან ძიმე ქვის ლოდი. და არ შემეძლო რომ ამაზე მე კომენტარი არ გამეკეთებინ. ვინც არ იცით, შეგიძლიათ კიდე ცალკე უფრო დეტალურად გამოიკვლიოთ ამ საწყალი გოგონას ისტორია და მე ვიზიარებ ამ ხელა ტრაგედიას. ეს ტრაგედია არ არის მარტო უბრალოდ მისი ოჯახისთვის ტრაგედია, ეს არის კაცობრიობის ტრაგედია ზოგადად. და მე ვარ მართლა ჭირის სოფალი იმ უბედური ევროკავშირის და იმ უბედური ევროპული პოლიტიკის, რომელიც ემხრობა და ამართლებს გარკვეულწილად ღია კარის პოლიტიკას, რომელიც ზღუბავს ქვეყნის იდენტობას, აცლის ფუნდამენტს და მის უსაფრთხოებას ქვეყნის მოსახლეობას, რომელიც აბსოლუტურად ცლის ღირებულებებისგან და მორალისგან. არ ვიცი, დაწერეთ ძმაო, მე თუ რამე სწორად ვერ ჩამოვაყალიბე, ძალიან, რავი, უკეთის აზრს თქვენგან მოვისმენ, მაგრამ ალბათ დიდი წილი მეთანხმებით ამ ყველაფერში, რომ ეს გოგონა არის იმ ტრაგედიის მსხვერპლი, რასაც დღეს ევროკავშირი ქვია და მისი პოლიტიკა. დაწერეთ დაბლა თქვენი აზრი კომენტარებში და ლაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დაგემშვიდობებით დროებით მეგობრებო.